გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტ და ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ დღე და ღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანისცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: რა გინდა ჩემგან ძეო უზენაესი ღვთისა, ღმერთს გაფიცებ ნუ მტანჯავ. რადგან უთხრა მა? გადი ამ კაცისაგან არაწმიდა სულო. ვკითხა მას: რა არის შენი სახელი? მან უპასუხა: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი მთასთან ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: მიგვრეკე ხორებთან, რომ შევიდეთ მათში. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. ეს კოლტი დაახლოებით 2000-მდე კბოდედან ზღვას მიაწყდა და ჩაიხრჩოს ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფელს და გამოვიდნენ, რომ ენახათ რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავდნენ, ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონიერი და შეშინდნენ. ხილველებმა უამბეს მათ, რა დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. დაუწყეს ხვეწნა გასცლო და მათ საზღვრებს. როდესაც ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: წადი შენ სახლში შენიანებთან და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყა. წავიდა იგი და დაიწყო ქადაგება 10 ქალაქში, თუ როგორ მოექცა მას იესო და უკვირდა ყველას.